კობახიძე სატელევიზიო დებატების გაქრობას ნიკა გვარამიას აბრალებს და ამტკიცებს, რომ ეს იყო დაკვეთა, რომელიც ერთმა კაცმა შეასრულა. საჯარო სივრცეში რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დებატების დაბრუნების ინიციატივას კობახიძე ოცნების ღიაობით ხსნის. არც ერთი ხელისუფლება არ შეეცდება გახსნას სივრცე დისკუსიისთვის, თუ სუფთად არ მუშაობს. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ვართ მართლები, ამტკიცებს ის პროპაგანდისტული პოსტივის ეთერიდან. მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში. აცხადებს ყაველაშვილი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანს ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე გაესაუბრა. ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ რუბიოსთან მოგვიანებით საქმიანი საუბარი ჰქონდა. მისივე თქმით, ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ნეგატივის გაწმენდის პროცესშია და სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ ურთიერთობები შედგეს. ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის. უნივერსიტეტის ბაღში თესეუს 108 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღეს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ოცნების განათლების რეფორმას აპროტესტებენ და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაში საფრთხეს ხედავენ. ამერიკასთან ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ურანის გამდიდრების შეწყვეტა არ განიხილება. ნულოვანი გამდიდრება ჩვენთვის არასდროს იქნება მისაღები, დასცენს ირანელი დიპლომატი.